საღამოშვიდობისა 11 მარტს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებს გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. საქსტატმა 2025 წლის პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს FDI 7.6%-ით მილიარდ 680 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. წლიური ზრდის მიუხედავად ინვესტიციები უფრო ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს და 2023 წელს იყო. 2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია 334 მილიონი დოლარი გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა. წლიური კლება 22% იყო. ამავე დროს განახლებული მონაცემებით მეოთხე კვარტალში Eagle Hills-ი უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ტოპ-10-შია. მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა. მონაცემთა ანალიზის და ვიზუალიზაციის პლატფორმა Power by AI კომპანია Microsoft-ის მიერ არის შექმნილი და მთავარი მიზანია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და ვიზუალურად წარმოდგენა. პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომლის დროსაც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით საუბარი საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობებზე იყო. ყაზახური Freedom Holding-ი, რომელსაც საქართველოში ბანკის დაფუძნება სურს, Turkish Bank-ის 99%-იან წილს ყიდულობს. ტრანზაქცია თურქეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა დაამტკიცონ. გასულ წელს წინასწარი მონაცემებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა 7.6%-ით არის გაზრდილი. ჯამში შარშან ქვეყანაში მილიარდ 689 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. საქსტატის განახლებული მონაცემებით ზრდა განპირობებულია პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის, სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლის მატებით. რეინვესტიცია FDI-ში კვლავ წამყვანია და მილიარდ 398 მილიონ დოლარს უტოლდება. სააქციო კაპიტალის მოცულობამ კი მხოლოდ 602 მილიონი დოლარი შეადგინა. როგორი არის FDI-ის ზრდის დინამიკა, ქვეყნის პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა და შეფასებები? ეკა გაზდელიანის სიუჟეტი ვნახოთ. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2025 წლის მთავარი ტრენდი კვლავ რეინვესტირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინვესტიციის სახით შემოსული ყოველი 10 დოლარიდან 8 დოლარზე მეტი უკვე აქ არსებული კომპანიების მიერ რეინვესტირებული მოგებაა. ჯამში 2024 წელთან შედარებით 2025 წელს ქვეყანაში FDI-ის 7.6%-იანი ზრდა ფიქსირდება და მილიარდ 689 მილიონ დოლარს შეადგენს. წლიური ზრდის მიუხედავად 2025 წლის ინვესტიციები უფრო ნაკლებია, ვიდრე 2022 და 2023 წლებში. რეინვესტიცია კი 83% შეადგენს. მსგავსი დინამიკა, როდესაც რეინვესტიციის მაჩვენებელი FDI-ში 80%-ს აღემატება, 2023 წლიდან შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან ქვეყანაში ახალი მოთამაშეები თითქმის აღარ ჩანან. სურათი იგივეა, რაც შარშან დაფიქსირდა. საერთოდ 2023 წლიდან ფიქსირდება და ზოგადად ფიქსირდება იმ პერიოდიდან, როდესაც საქართველოს მკვეთრად გადაუხვია ევროპულ კურსს. უცხოური პირდაპირ ინვესტიციების დინამიკა სახეზეა. 2025 წელს ძირითადი ინვესტორი ქვეყნების სიაში 334 მილიონ დოლარიანი ინვესტიციით გაერთიანებული სამეფო ლიდერობს. მას თურქეთი, მალტა, ამერიკის შეერთებული შტატები და ნიდერლანდები მოჰყვება. ათეულში შედიან ესპანეთი, რუსეთი, ისრაელი და გერმანია. ინვესტიციები ეკონომიკის ძირითად სექტორებზე შემდეგნაირად განაწილდა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია კვლავ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 607 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 36%-ია. მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 186 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე ტრანსპორტის სექტორი 166 მილიონით. ათეულში შედიან დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორებიც. საფინანსო სექტორს მიაქვს გარკვეული წილი, მნიშვნელოვანი წილი, რაც არ წარმოადგენს ინვესტიციას რეალურ სექტორში და ნაკლებად შეგვიძლია აქ ქონდეს მოლოდინი იმისი, რომ ეს გაზრდის ან დასაქმებას, ან შექმნის რაღაც დამატებულ ღირებულებას მომავალში, რაც უნდა იყოს უცხოური პირდაპირ ინვესტიციის პირდაპირ დანიშნულება.
მკვეთრი ორწლიანი დაღმასვლის შემდეგ ათეულში მოხდა ენერგეტიკის სექტორი, სადაც გასულ წელს 111 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 95 მილიონი, ხოლო 2023 წელს მხოლოდ 23 მილიონი დოლარი იყო. დარგის წარმომადგენლების შეფასებით სტაგნაციის შემდეგ სექტორში დამაიმედებელი ვითარება იკვეთება და გამოცოცხლება შეინიშნება, რაც მოსალოდნელია, რომ შემდგომ პერიოდშიც შენარჩუნდება. მიმაჩნია, რომ ინვესტორები მზად არიან და ქართველი ინვესტორები, მათ შორის, რომ საკმაოდ დიდი ინვესტიციები განახორციელონ ენერგეტიკაში. თუ რისკები უნდა იყოს შემცირებული და სახელმწიფო ამაზე რამდენადაც დღეს მუშაობს, რომ მუდმივად ხდება გათვალისწინება ინვესტორების პოზიციების და ეს ძალიან კარგია. ჩათვალეთ, რომ 16 მარტი იქნება წყალგამყოფი. წყალგამყოფი, იმიტომ რომ ინვესტორებმა უნდა წარადგინონ იმ პროექტებიდან, რომელი პროექტების განხორციელებაც მათ შეუძლიათ, იმ ჩამონათვალიდან. გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რაც არის უძრაობის ხანის დასასრული და მოძრაობის ხანის დასაწყისი. თუმცა ეს მარტივი არ არის, იმიტომ რომ ის ძველი უნდა გასუფთავდეს და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები როგორც ინვესტორთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთანაც. ტოპად სექტორს შორის ვეღარ მოხდა სასტუმროებისა და რესტორნების დარგი, სადაც 2024 წელს 55 მილიონი დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. დარგის წარმომადგენლების განმარტებით ბაზარი გაჯერდა და ახალი სასტუმროებისა და რესტორნების პროექტებისთვის სექტორი მიმზიდველი აღარ არის. რო იყო ხომ ესეთი რომ პატარა შემოსავლებით 3-4 მილიონის ფარგლებში სასტუმროს გავაკეთებ და აი ამ ინვესტიციით შემდგომში ამ დავატრიალებ და ისე ფულს ამოვიღებ. ეხლა ამ ეტაპისთვის ეს აღარ არის. ეხლა საინვესტიციო პორტალი გაზრდილია მინიმუმ 15 მილიონი დოლარი და ზემოთ. ანუ შესაბამისად აი რეალურად დიდი სასტუმროების და დიდი ბრენდული სასტუმროებში კიდევ მიმდინარეობს ინვესტირება, თუმცა აქაც გვაქვს რამდენიმე ისეთი кейსი, სადაც პირიქით დიდი ინვესტირების ფონზე საკმაოდ ცუდი შედეგი მიიღეს. BMG საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიებში ჩაიდო გასულ წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია. ამ კომპანიების სიაში კი მხოლოდ ნაცნობ ბრენდებს ხედავთ. IDS ბორჯომი საქართველო, Macticom, Tbilisi Energy, TAV Urban საქართველო, ქართული ცემენტი, Silk Road Group Holding, Aqualia საქართველო, IG Development Georgia BJO ჯგუფი და Sokar საქართველოს ფილიალი. 2025 წლის მიწურულს კი მეოთხე კვარტლის ინვესტორი კომპანიების ათეულში საინტერესო მოთამაშე გამოჩნდა. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შემოსული Eagle Hill საქართველო. ჯერჯერობით უცნობია კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა, უცნობია ასევე რას მოხმარდა ეს ინვესტიცია. აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის განმარტებით, არაბული და ყურის ქვეყნებიდან სხვა დარგებშიც არსებობს ახალი კაპიტალის შემოდინების პოტენციალი. თუმცა პრობლემურია ის, რომ საქართველოში მსხვილი ინვესტორებისთვის საჭირო მასშტაბური პროექტების ნაკლებობაა. ჩვენი დარგის სპეციალისტები უფრო იღებენ ისეთ ტოპ კომპანიებს, რომელიც უფრო მსხვილი საინვესტიციო კომპანიები აქვს და მათი ფინანსური რესურსი და შესაძლებლობა კაპიტალი არის უფრო მსხვილი, როგორც არის 50-100 მილიონის და ასე ვთქვათ. მსგავსი მეგა პროექტები, მსხვილი პროექტები საქართველოში აღარ არის. ასე ვთქვი, უფრო ამიტომაც ისინი დაინტერესებული დღეს მდგომარეობით, რაც არის ინფრასტრუქტურის, მათ შორის საფინანსო, მათ შორის ენერგეტიკის მმართველობით განიხილავ. ენერგეტიკას ურჩევ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს და ენერგეტიკის მმართველებს საკმაოდ მე ვიტყოდი, რომ დიდი დაინტერესება აქვს. ჯერჯერობით რთული სათქმელია გამოჩნდებიან თუ არა წელს ახალი ინვესტორები საქართველოს ბაზარზე. ანალიტიკოსების შეფასებით ეკონომიკური ნახტომისთვის ქვეყანას ახალი ინვესტორები და ინვესტიციები სჭირდება. მანამდე კი მთავარ გამოწვევად კვლავ ახალი კაპიტალისა და მასშტაბური პროექტების დეფიციტი რჩება. 11 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა ეროვნული ბანკის მიერ განახლებული მონაცემების მიხედვით 1 დოლარის ღირებულება 2 ლარი და 73 თეთრია. ლარი დოლართან მიმართებით თეთრი და 38 მიასედით არის დღევანდელი ვაჭრობის შედეგად გამყარებული. ლარი ევროსთან მიმართებით 2 თეთრი და 29 მიასედით გამყარდა და შედეგად 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3 ლარზე და 17 თეთრზე მრგვალდება. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი თეთრი და 99 მიასედით იმყარებს პოზიციებს და 1 ფუნტის ღირებულება 3 ლარზე და 67 თეთრზე მრგვალდება. 1 ლირას ფასი 6 თეთრი და 21 მიასედია.
10 მაისის ვაჭრობაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ ნავთობის ფასებზე ისევ მწვანე ზონა ფიქსირდება. 1 ბარელი ბრენტის ღირებულება $90 მიდამოებშია, WTI-ის ფიუჩერსები კი $86 ნიშნულთან. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე საერთაშორისო ბაზარზე საწვავი მკვეთრად გაძვირდა, მათ შორის ფასები საქართველოშიც დაკორექტირდა. ეგრეთ წოდებულ ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასები დაახლოებით 2-დან 12 თეთრის შუალედით არის მომატებული, ხოლო ზოგიერთ ქსელში დიზელის ფასის 18 თეთრიანი მატება ფიქსირდება. ამ კორექტირებით ჯერ კიდევ არ არის ასახული საერთაშორისო ბაზრის ტენდენციები ადგილობრივ ბაზარზე, ამბობს ვისოლის გენერალური დირექტორი. მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე განსაკუთრებით დიზელი გაძვირდა, ერთკვირიან ჭრელში კი ფასმა ტონაზე $450 მოიმატა. თუ ზრდა გაგრძელდა, ტენდენცია საქართველოს ბაზარზეც გარდაუვლად აისახება. Ας გავუსვამ დიზელის ფასის დას, რომელიც შეიძლება თქვას 25 წელზე მეტი ამ ინდუსტრიას უყურებ ყოველდღურად და მანამდე ბანკის საშუალებით ვაკვირდებოდი და მინდა გითხრათ, რომ ესეთი ნიშნული, რომ ერთი კვირის განმავლობაში $450 გაზრდილიყო, ეს არის 65% ფაქტურად გადამუშავებული პროდუქტის. კონვერტირება რო გავაკეთოთ ლარებში და თეთრებში, ესაა დაახლოებით 80-90 თეთრის ნიშნულით 1-5 სამუშაო დღის განმავლობაში. სამწუხაროდ დღევანდელი მოცემულობით ჩვენ მოგვიწია 15 თეთრამდე 15 თეთრის ფარგლებში ფასების და ვაკვირდებით ყოველდღიურად დინამიკას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სპეკულატიური ფასი, რომელიც დაფიქსირდა ფაქტურად მოთხოვნა მიწოდების ფასი, რაც დაფიქსირდა წინა კვირის განმავლობაში, დაწევისკენ შენარჩუნდება, რაც მეც საშუალებას მოგცემს, რომ იმ რუდით მიერ გამოწვეული უარყოფითი ნეგატიური შედეგი ნაკლებად აისახოს ჩვენ ბაზარზე. ის ფასი, რა ფასის დღეს ჩვენ გვაქვს ბენზინგასამართ სადგურებზე, არასახავს ერთ-ერთში იმას, რაც მოხდა საერთაშორისო ბაზარებზე. თუმცა ეტაპობრივად ამის გაკეთება გვინდა არ გვინდა მოგვიწევს. კომპანია ვისოლმა ბიუჯეტური ავტოგასამართის სადგურების ქსელის ვიგოს განვითარება დაიწყო. ახალი ბრენდი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საწყობს შედარებით დაბალ ბიუჯეტურ ფასადს თავაზობს და ეტაპობრივად ჩნდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ვიგო დაახლოებით 15 ავტოგასამართის სადგურით არის ამ დროისთვის წარმოდგენილი, თუმცა კომპანია წლის ბოლომდე ქსელის 50-ზე მეტ ობიექტამდე გაფართოებას გეგმავს. ქსელში საწვავის დაბალი ფასების შენარჩუნებას დაბალი კაპიტალური და საოპერაციო ხარჯებით გეგმავენ. რომ მარტივი გზით წავედეთ, ანუ იქ დანახარჯები ამ მიმართულებით იქნება ნაკლები და ეს მოგცემს საშუალებას, რომ ნაკლები კაპიტალური ინვესტიციები ფაქტურად განახორციელოთ. ამავე დროს ეს არის საოპერაციო ხარჯები. საოპერაციო ხარჯებზე ჩვენ ვიგოს პოზიცირება გვინდა, რომ ძირითადად განახორციელოთ იქ თვითმომსახურება, რომელიც გარკვეულწილად დაახლოებით 10-15 თეთრით მარტო აქედან დავზოგავთ ჩვენ თანხებს. ანუ კაპიტალური დანახარჯები, საოპერაციო ხარჯები და საერთო ჯამში ეს იწვევს სხვაობას 20-25 და რიგ შემთხვევებში 30 თეთრის ოდენობით. და 30 თეთრი 1 ლიტრზე ეს ის მანიშნებელია, რომელიც სენსიტივი იქნება მომხმარებლისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ფასიდან გამომდინარე, მიიღოს მომსახურება ჩვენი ვიგოს ინფრასტრუქტურაში. Cashback-ით სუბსიდირებას უწევთ პირველადი მოხმარების საქონელს. Cashback-ის გაუქმებით ქსელში ფასები ვერ შემცირდება. Cashback-ი შეფარული ფასდაკლება, რომლის უკანაც დისტრიბუტორების მიერ კონკურენტების შესუსტების სურვილი დგას. ეს არგუმენტები დღეს ფასების კომისიაზე ისმოდა, სადაც ბაზრის სტრუქტურის ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა საცალო ქსელების მფლობელებთან მიმდინარეობდა. დღევანდელი შეხვედრა კომისიის ფარგლებში ყველაზე დიდხანს გაგრძელდა და მსჯელობა თითქმის 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რა პასუხები ჰქონდა რითეილ სექტორს კითხვებზე და სად ხედავს თავად ამ სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი ფასების კლების რესურსს? ანუკა ჯოხაძე მოусმინა ქსელების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტის ფასების კომისიაზე რითეილ სექტორის არგუმენტებს მოусმინეს, რომლის მიმართაც გასულ სხდომებზე ყველაზე მეტი კრიტიკა ისმოდა. გასულ 6 სხდომაზე, როგორც ადგილობრივი მწარმოებლები, ისე იმპორტიორები და დისტრიბუტორები ამტკიცებდნენ, რომ ქსელებში არსებული მაღალი გადასახადები პირდაპირ გავლენას ახდენს სარეალიზაციო ფასებზე. მათ შორის მთავარი აქცენტი ეგრეთ წოდებულ cashback-ებზე კეთდებოდა. საუბარია გადასახადზე, რომელსაც ქსელს მწარმოებელი და დისტრიბუტორი პროდუქციის გაყიდვების სტიმულირებისთვის უხდის. უნივერსამის დირექტორი ამბობს, რომ საცალო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა თავად დისტრიბუტორების მიერ შეთავაზებული მაღალი cashback-ებია, რომელსაც კონკურენტის პროდუქციის ჩანაცვლების მიზნით იყენებენ. Cashback-ები გამომდინარეობს თვითონ დისტრიბუციისგან. ანუ მე არ მინდა რომ ხა ჩემ ასე რომ ვთქვათ პარტნიორებზე ვისაუბრო ნეგატიურ კონტექსტში, მაგრამ მათი შემოთავაზებული ყველა cashback-ი და ყველა ფასდათმობა ასე რომ ვთქვათ
თავის მხრივ გულისხმობს მათივე მხრიდან თავის კონკურენტის ჩამოშორების ასე ვთქვათ მცდელობას. თუ რომელიმე დისტრიბუცია რაღაცა ფასს გაძლევს ან რაიმე კომერციულ პირობას გაძლევს, ყველად არავინ არ იძლევა ამ cashback-ს. ის ამ cashback-ის უკან დგას მათი განზრახვა, რომ შეასუსტონ თავიანთი კონკურენტები. წარმოებლებისა და დისტრიბუტორების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ წლიდან წლამდე cashback-ების მოცულობა მზარდია, რასაც ადასტურებს კონკურენციის სააგენტოს ბოლო კვლევაც. ამას კი თავისი გავლენა აქვს ფასებზეც. გუდვილის გენერალური დირექტორი ამ პოზიციას უარყოფს და აცხადებს, რომ ფასები უცვლელი cashback-ის პირობებშიც კი მზარდია. სიმართლეს არ შეესაბამება თითქოს წლების მანძილზე მიმდინარე ფასის მატება დაკავშირებული იყო რეტრობონუსის ზრდასთან. ბევრმა ამ პროდუქტის მომწოდებელმა თქვა, რომ თურმე ფასს აძვირებენ, იმიტომ რომ რეტრობონუსი ეზრდებათ. მე გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს მაგალითად შემთხვევები, როდესაც რეტრობონუსი 2018 წლიდან მოყოლებული ერთი და იგივე აქვს. შეამცირებს თუ არა ფასებს cashback-ის მექანიზმის გაუქმება. ამ კითხვაზე რითეილ სექტორს ცალსახა პასუხი აქვს. ამბობენ, რომ გადასახადის გაუქმება ფასებზე წინახს ვერ მოხსნის. მათი თქმით, cashback-ით პირველადი მოხმარების საქონლის ფასების სუბსიდირება ხდება, რადგან ამ ტიპის პროდუქციაზე მინიმალური ფასნამატია. cashback-ის გაუქმებამ კი შესაძლოა მაღალი საფასო კატეგორიის პროდუქცია გაიაფოს, თუმცა პირველადი გააძვიროს. ჩვენს ნაწილში არ ვერ გაიაფდება ფასი, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ფასწარმოქმნის დროს cashback-ის ნაწილი ფასწარმოქმნის დროს გვაქვს გათვალისწინებული და ხშირ შემთხვევაში კი არა მეტად ბრუნად პროდუქტებზე უკვე cashback-ის ხარჯზე შესაძენ ფასზე იაფად ვყიდით აღნიშნულ პროდუქტებს. მომიწევს მაშინ ამ პირველად მოხმარებაზე გაძვირება, გავაიაფებ ღვინოს, გავაიაფებ როშენს პირობითად, გავაიაფებ სნიკერს, მაგრამ მივიღებთ გაძვირებულ შაქარს. ანუ ჯამურად 3% მაქვს, სად უნდა გავაიაფოთ მითხარით? 5% ბიუჯეტში ვიხდი, 3 მიმაქვს მე, სად გავაიაფოთ მითხარით და გავაიაფოთ. სად არსებობს რესურსი ფასების შემცირების გუდვილის გენერალური დირექტორისა და საქართველოს რითეილ ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით ქსელებში სურსათის გაიაფებისთვის მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია და ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაა საჭირო. მისი თქმით, არაოპტიმიზებული მიწოდების ჯაჭვი პროდუქტს თითქმის 15%-ით აძვირებს. აგროჰაბში ფასების გაიაფების რესურსს კი საკუთარი წარმოების განვითარებაში ხედავენ. ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტს ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პროდუქტი შევქნათ, რაც ფასისა და ხარისხის სწორ კორელაციას იძლევა. როგორც გერმანიაშია მაგალითად ლოგისტიკური ცენტრიდან, ცენტრში იყრის ეს თავს ერთიანად იმპორტირებული ეს პროდუქტები, იმპორტირებული იმ შემთხვევაში ხშირად ნაწარმოები პროდუქტები, იყრის თავს და იქიდან მერე უკვე ერთი მანქანა მთლიანად გადის მაგალითად, ედეკაში, ერთი მანქანა გადის რეალში, ერთი მანქანა გადის ალდიში და იქ ხდება ეს ერთიანი ზოდა. ეს აიაფებს მთელ ჯაჭვს. პარლამენტში ფასების კომისიის რიგით მე-7 ხდომა მცირე და საშუალო. რითეილ სექტორის წარმომადგენლებთან 4 საათს გაგრძელდა. მორიგ შეხვედრაზე საპარლამენტო ორგანოში მსხვილი სუპერმარკეტების მენეჯერებს მოусმენენ. საქართველოში მზის და ქარის მსხვილი ელექტროსადგურების მშენებლობით ახალი საინვესტიციო ჯგუფია დაინტერესებული, ამბობს საქმის კურსთან აზიის და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის ვიცე-პრეზიდენტი დავით სირდავა. აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა არაბმა ინვესტორმა საქართველოში კომპანიის დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღო და გეგმავს 255 მეგავატი მზის, 200 მეგავატი ქარის სადგურების მშენებლობას. სირდავას თქმით, ყველაზე დიდ ინტერესს საქართველოში ენერგეტიკული სექტორი იპყრობს და ამ სექტორში მათ შორის ქარის და მზის მსხვილ სადგურებში ინვესტირებით არაერთი კომპანიის ინტერესია გამოხატული. ინტერესი კი აძლიერებს სახელმწიფოს გეგმა მომდევნო 10 წელში დადგმული სიმძლავრის გაორმაგება მოხდეს. პიროვნება მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 2 წლის მანძილზე საქართველოს დაკვირდებოდა მიიღო გადაწყვეტილება ინვესტიციის კუთხით. ძალიან ფრთხილი იყო. და ფრთხილი ნაბიჯები უძრავ ქონებაში მცირე ინვესტირებით საბოლოო ჯამში გარკვეული ჯგუფი შედგა, რომელიც ინვესტიციის ნაწილი როგორც ასეთი თვითონ თანხა შვეიცარიიდან მოდის. რამოდენიმე კომპანიის ფაქტობრივად მოხდა ერთობლივად ენერგეტიკული მიმართულებით თავმოყრა, ეს არის ქარის და მზის განახლება და ენერგიის მიმართულებით მზის პანელების სადგურებთან მიმართებაში. ეს ჯამური სიმძლავრე არის 255 მეგავატი მზის, 200 მეგავატი არის ქარის. და ეს ფაქტობრივად უკვე რაღაც გარკვეულწილად მასშტაბის პროექტს ქმნის. თუნდაც 10 წლიანი სტრატეგიული გეგმა, რაც ეკონომიკის სამინისტროდან სახელმწიფო საზღვაო პოლიტიკა არის 2021 წლამდე,
ესეც გარკვეულწილად ის ჯგუფები ხელს გვიწყობს. ანუ ფაქტობრივად ინვესტორისთვის ენერგეტიკის მართულებით რადიკალურად შეცვლილი სიტუაცია იმზიდველია, მოხიბლულია, განხილვას ექვემდებარება და ზუსტად ეს ეტაპიც დგას საქართველოში. ფერმერებმა სარწყავი წყლის შეუფერხებლად მიღებისათვის საქართველოს მელიორაციის სერვის ცენტრებს უნდა მიმართონ და წყალსარგებლობის განრიგი შეათანხმონ. 2026 წლის თებერვლიდან 2027 წლის იანვრის ჩათვლით საქართველოს მელიორაცია წყლის მიწოდება შეთანხმებული და დამტკიცებული რეჟიმით განახორციელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოვლინდა, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. CES-ის ინფორმაციით ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირის საქმიანობა სააგენტოებისგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ახორციელებდა. თბილისის მერიის ინფორმაციით მეტროსადგურ ბარკეთილში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. სადგური 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურება. თბილისის მერიის ინფორმაციით რეაბილიტაცია სრულად დასრულებული ჯერ არ არის და დარჩენილი სამუშაოები ამ წლის ზაფხულში უნდა ამოიწუროს. ნაძალადევის გამგეობა რაიონში უსაფრთხოების მიზნით კიდევ ერთ საყრდენ კედელს აწყობს. თბილისის მერის ინფორმაციით ლოტკინის ხევის ქუჩის ნომერ 40-თან მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის დაახლოებით 300,000 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით იუნესკო მცხეთაში პარკის კონცეფციის შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. პროექტი 70 ჰექტარზე დინარისპირა რეკრეაციული პარკის მოწყობას ითვალისწინებს, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელს, თეატრონის რეაბილიტაციას, ლანდშაფტური სივრცეების მოწყობას გააერთიანებს. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ ეროვნული ბანკის რეგულირების ჩარჩო ფართოვდება და სტეიბლკოინების გამოშვებისთვის კომპანიებს ეროვნული ბანკის თანხმობა დასჭირდებათ. კრიპტოაქტივის ემიტენტები ვალდებულები ხდებიან და რეგისტრირდნენ როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები. ამავე დროს სტეიბლკოინის ემიტენტებისათვის განსაზღვრული არის მინიმუმ 500,000 ლარის საზედამხედველო კაპიტალი. კრიპტოსექტორის წარმომადგენლების ნაწილი აღნიშნავს, რომ ახალი მარეგულირებელი ჩარჩო ინვესტორებისათვის ბაზარზე მეტ სიცხადეს შეიტანს. თუმცა ამავდროულად არის მოლოდინი, რომ შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ბევრი კომპანია ვერ შეძლებს. რას ითვალისწინებს კრიპტო ბაზარზე ახალი რეგულაციები და როგორი არის შეფასებები? მოცეშუბაშვილის სიუჟეტი ვნახოთ. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ჩარჩო ფართოვდება. სტეიბლკოინების, ანუ სტაბილური ვირტუალური აქტივების გამოშვება საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლებელი გახდება SEBI-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ამასთან მომსახურების მსურველი კომპანიები ვალდებულები არიან ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდნენ როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები. რეგულაცია სამ ძირითად კატეგორიას ითვალისწინებს: ლარზე მიბმულ, უცხოურ ვალუტაზე მიბმულ და სხვა აქტივით უზრუნველყოფილ სტეიბლკოინებს. ყველა შემთხვევაში სავალდებულოა სრული 100%-იანი სარეზერვო უზრუნველყოფა. კრიპტოაქტივის ემიტენტებს მინიმუმ 500,000 ლარის საზედამხედველო კაპიტალი მოეთხოვებათ. პირველ რიგში სარეზერვო მოთხოვნები აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, კიბერუსაფრთხოების და საოპერაციო რისკების და აუდიტზე დაფუძნებული, რა თქმა უნდა, აუდიტის და გამჭვირვალობის მოთხოვნები. შესაბამისად, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი მიმართულია მომხმარებლების დაცვისკენ. სარგებლობა ძალიან დიდი აქვს ზოგადად სტაბილკოინს მთელ სოფლიოში მასშტაბით და ფაქტიურად მომხმარებლის უფლებების დაცვიდან გამომდინარე, ასევე კომპანიის გრადობიდან გამომდინარე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სტაბილური ვირტუალური აქტივის გამომშვები, გვინდა რომ უფრო მკაფიო ჩარჩო იყოს გამოხატული, არა მარტო ადგილობრივი მოთამაშეებისთვის, არამედ სამომავლოდ, ვისაც დაჭირდება საქართველოში შემოსვლა და ვისაც უნდა საქართველოში შემოსვლა, მათთვისაც. კრიპტოსექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ახალი მარეგულირებელი ჩარჩო ინვესტორებისთვის ბაზარზე მეტ სიცხადეს შეიტანს. როგორც კომპანია კლარსენის დამფუძნებელი ამბობს, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება ბევრ კომპანიას გაუჭირდება, რადგან მისი თქმით, SEBI-ის მიერ ვასპებისთვის შემუშავებული რეგულაციები ფაქტობრივად საბანკო სექტორისთვის დაწესებული მოთხოვნების მსგავსია. ზოგადად სტეიბლკოინის ბიზნესი საკმაოდ დიდ ლიკვიდობას საჭიროებს, კაპიტალის ინვესტიციას საჭიროებს. შესაბამისად მოთხოვნებიც მკაცრია და ბაზარზე უკვე არის სიცხადე შემოტანილი ამ რეგულაციით, იქიდან გამომდინარე, რომ მოლოდინი იყო, რომ რაღაც გარკვეული რეგულაციები იგეგმებოდა, თუმცა არ იყო ცხადი, თუ რა ტიპის მოთხოვნები გავრცელდებოდა. სტეიბლკოინებზე რეალურად გავრცელდა ფაქტიურად ისეთივე მოთხოვნები, როგორც არის საბანკო სექტორისთვის დამახასიათებელი
შესაბამისად, ამიტომაც ვამბობთ, რომ ის არის მკაცრი, თუმცა თუ ბაზარზე მაგალითად იქნება რამდენიმე stablecoin-ის იშვიერი 1 ან 2 აღნიშნული რეგულაციების დაძლევის, ანუ ხარჯის კუთხით დაძლევის შესაძლებლობა არსებობს. ბაზრის წარმომადგენლები ამბობენ იმასაც, რომ სტეიბლკოინების რეგულირების პარალელურად ეროვნულმა ბანკმა ეს კრიპტოაქტივი ბაზარზე როგორც ანგარიშწორების საშუალება უფრო აქტიურად უნდა დაუშვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურმა ვირტუალურმა აქტივებმა შეიძინონ უფრო ფართო გამოყენება. დღევანდელი მოცემულობით ის არ გამოიყენება გადახდის საშუალებად. შესაბამისად, მას უფრო ნაკლები დანიშნულება აქვს, შეიძლება ის გამოყენებული იყოს ინსტიტუციური ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშწორებისთვის. ამ უკვე მძიმე რეგულაციების შემდეგ კარგი იქნება, რომ ახალ ფუნქციას შეიძენს სტაბილური ვირტუალური აქტივი, ეს ინვესტორებისთვისაც საინტერესო იქნება, როგორც ადგილობრივი ინვესტორებისთვის, ვისაც უკვე გამოშვებული აქვს ეს სტაბილური ვირტუალური აქტივი, ასევე იმ ინვესტორებისაც, რომლებიც შეიძლება შემოვიდეს საქართველოში. გასული წლის ბოლოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ განახორციელოს სრული საზედამხედველო უფლებამოსილება, როგორც პრუდენციული ზედამხედველობის, ასევე მომხმარებლების უფლებების დაცვის მიმართულებით. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ შემუშავებული ახალი რეგულაციების შედეგად ბაზრის შემცირებას ელის კრიპტობაზრის დამფუძნებელი ავთო კუჭავა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ რეგულაციების შემუშავების პროცესში ეროვნული ბანკი ნაკლებად გადის კონსულტაციებს თავად ბაზრის წარმომადგენლებთან. WASP-ებს ექნებათ სერიოზული პრობლემები, ხარჯი გაეზრდებათ და შესაბამისად ექნებათ უფრო ძვირიანი პროდუქტი, რაც დაკარგავს ჩვენთვის ინტერესს, რომ საერთოდ WASP-თან გავაკეთოთ რაიმე სახის ტრანზაქცია რა. საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ WASP-ების მთავარი პრობლემას რო დაუბრუნდეთ, ვიწრო ხედვა აქვთ იმას დაკავშირებით, რომ დღეს რო რაღაც ფულს რო დახარჯავენ, ხვალ უნდა მიიღონ მოგება და ბევრი ვერ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას პრინციპში, ვინც დააკმაყოფილებს იმისთვის კი რთული იქნება ოპერირება. და გარდა ამისა კიდე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ამ კანონს უკან რა უდგას. ანუ ერთი მხრივ თავის დროზე ეროვნულ ბანკმა თავისი სქემით არ მისცა უფლება WASP-ებს, რომ პირდაპირ დოლარი USDT-ში გადაეცვალათ, დაავალდებულეს რომ რაღაც შუამავალი უნდა ჰქონოდათ და ახლა ეუბნები რომ შუამავალი რაც გაქვს, იმაზეც უნდა დაგარეგულიროს. კომპანიები, რომლებიც უკვე გასცემენ სტეიბლკოინებს, ვალდებულნი არიან ეროვნული ბანკის ბრძანების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში SEP-ს წარუდგინონ სრული დოკუმენტაცია. ამ პერიოდში საქმიანობის გაგრძელება დაშვებულია. ამ დროისთვის საქართველოში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ლიცენზიას სულ 33 კომპანია ფლობს. პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღამასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომლის დროსაც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით საუბარი საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობებზე იყო. ოფიციალური რელიზის მიხედვით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მისასალმებელია წამყვანი საერთაშორისო ფინტექ კომპანიების ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას და ფინანსური ინოვაციების და ციფრული აქტივების მომსახურების მიმართულებით არსებულ პოტენციალს. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოზიტიური დინამიკა. ითქვა, რომ 2021-25 წლებში ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა. კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მხარს უჭერს ქვეყანაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ასევე ფინანსური სერვისების შემდგომ განვითარებას და ამ მიმართულებით Bybit-თან აქტიური თანამშრომლობისთვის მზად არის. Bybit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბენ ჟოუს შეფასებით საქართველოს კრიპტობირჟისათვის მნიშვნელოვან რეგიონულ ჰაბს წარმოადგენს. BMG-ის კითხვაზე საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით ბენ ჟოუმ აღნიშნა, რომ ამ მხრივ საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩო ერთ-ერთი მოწინავეა. Bybit ჯორჯიას ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე Bybit ქარდის წარდგენა მოხდა, რომელიც Mastercard-თან ერთად Pave Bank-თან პარტნიორობით არის შექმნილი. Bybit საქართველოში ოპერირებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის და საგადასახადო სერვისის პროვაიდერის ლიცენზიების საფუძველზე. საქართველო Bybit-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბია. ის ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას შორის საჯვარე დინზეა და კრიპტოაქტივებისთვის ძალიან ღია საკანონმდებლო ჩარჩო აქვს. ასე რომ, ისეთ გლობალურ ბირჟებს, როგორიცაა Bybit, მოსწონთ აქ ჰაბის შექმნა და საქართველოში შემდგომი ინვესტირება, რათა მთელ რეგიონზე მოახდინონ გავლენა. რეალურად, საქართველოს აქვს ერთ-ერთი მოწინავე ჩარჩო ბაზარზე კრიპტოვასპებისთვის. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ ამისთვის ნათელი ჩარჩო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელი თავად ცენტრალური ბანკია
და ასე დროს საქმე ძალიან სწრაფად მიიწევს წინ. როგორც წესი, როდესაც სხვა იურისდიქციებში ვართ, სადაც რეგულატორი არ არის ცენტრალური ბანკი, პროცესები გაცილებით ნელა მიმდინარეობს. ამრიგად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის ძალიან პროგრესულად მოაზროვნე და პრაქტიკული და ეს ძალიან კარგია ისეთი ინდუსტრიის მოთამაშეებისთვის, როგორიცაა Bybit. ეგეთი კონგლომერატი შემოსვლა, როგორც Bybit-ი, ეგეთი გიგანტური კომპანია ძალიან ბევრს ნიშნავს საქართველოს ბაზრისთვის, ძალიან მოეხმარება პატარა და მსხვილი ბიზნესის განვითარებას, ეგრეთ წოდებული bridge-ის მიმართულებით. ანუ დღეს გვაქვს რამოდენიმე პროდუქტი წარმოდგენილი ბაზარზე, ეს არის ქარდი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი, ეს არის ესე ვთქვათ შუამავალი ოპერაცია, fiat-ს, ეგრეთ წოდებულ ქაღალდის ფულს და ვირტუალურ აქტივს შორის, ანუ კრიპტოს. მე მას ვუძახი ალტერნატიულ კაპიტალს, ესე ვთქვათ. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ დღესდღეობით ამ პროდუქტის ჩაშვება ხდება რეგიონში, მინდა ვთქვა, რომ პირველი პროდუქტია და გვაქვს კოლაბორაცია ლოკალურ ბანკებთან. Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში აღნიშნავს, რომ საქართველოში საბანკო გადახდებში ჭკვიანი მარშრუტიზაციის, ანუ ეგრეთ წოდებული smart routing-ის დანერგვას გარკვეული გამოწვევები შეიძლება მოხდეს. დავით ზღუდაძე BMG-სთან ამბობს, რომ მოსალოდნელია მის დანერგვაში ადგილობრივი კომპანიები ჩაერთონ, რაც ნიშნავს იმას, რომ მასში Mastercard-ის ინფრასტრუქტურა აღარ იქნება ჩართული. ზღუდაძე არ გამორიცხავს, რომ წარმოიქმნას ისეთი გამოწვევები, როგორიც არის ოპერაციების შეყოვნება და ასე შემდეგ. საგადასახადო ბარათების მსახურების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები საქართველოში საბანკო გადახდებში smart routing-ის დანერგვას ითვალისწინებს, თუმცა ჯერჯერობით ახალ მოდელთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის კონკრეტული წესი და რეგულაციები არ არის ცნობილი. გლობალურად Mastercard ზუსტად smart routing-ს აკეთებს, შესაბამისად მათ შეუძლიათ ნებისმიერ ქვეყანას გამოიყენოს როგორც ლოკალური ინფრასტრუქტურა, ისევე ჩვენი ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად უზრუნველყოფთ resilience, ანუ დაცულობა, ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც გააჩნია Mastercard-ს გლობალურად, ის გამოიყენება თუნდაც ის ლოკალური გადახდის შემთხვევაში. თუმცა ნებისმიერ ქვეყანას და ნებისმიერ მოთამაშეს შესაძლებლობა აქვს, რომ გამოიყენოს თავისივე ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდად თქვათ, აქ ვერ ხედავთ რაღაცა ასე ვთქვათ, სირთულეს, თუმცა რაღაც ნაწილში შესაძლებელია თქვათ, რომ წარმოიქმნას ის პრობლემები, რომელიც ჩვენი თქვათ გლობალური ტექნოლოგიური გადაწყვეტილების შემთხვევაში მდგრადობის უფრო მაღალი ხარისხს ვთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით. შეიძლება შეყოვნებული იყოს რაღაცა ტიპის ოპერაცია, არ გავიდეს დროულად, იმიტომ რომ შესაძლოა თქვათ ჩვენ გვაქვს რამოდენიმე სხვადასხვა არხები, როდესაც ერთმანეთს თქვათ მასშტაბა დაზღვევას ახორციელებს, ხო? აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს არის, რომ როდესაც Mastercard-ის ინფრასტრუქტურაზეც მოხმარება ხდება როგორც ლოკალურად, ისე გლობალურად, ფაქტიურად მოხმარებას აქვს აბსოლუტურად იდენტური ვთქვათ სერვისის, ვთქვათ იგივე გამტარობა თუ სხვა შემთხვევაში და აქ ლოკალურად რა გადაწყვეტილება იქნება ამ ნაწილში უკვე ჩვენ ვეღარ ავიღებთ ჩვენ თავზე ვთქვათ ამის თუნდაც უსაფრთხოების ან საიმედობის ემეტების გარანტიას. უზბეკეთის ბაზარზე TBC ბანკის საკრედიტო პორტფელი $1 მილიარდ ნიშნულს მიუახლოვდა. ბანკის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიში TBC უზბეკეთის სასისხო პორტფელმა გასული წლის ბოლოსთვის $2,550,000 ლარს მიაღწია, რაც წლიურად 45.1%-ით ზრდა. ამ პერიოდში დეპოზიტების პორტფელი 40.1%-ით გაიზარდა და $1,480,000,000 ლარს გაუტოლდა. ორივე მაჩვენებელი ჯგუფის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა, რაც ბანკის წარმომადგენელთა განმარტებით უზბეკეთის ბაზარზე ძლიერი მოთხოვნის და სწრაფად მზარდი ციფრული ეკოსისტემის შედეგია. ანგარიშის მიხედვით TBC ჯგუფ PLC-ის ციფრული ეკოსისტემა უზბეკეთში სწრაფად ფართოვდება. 2025 წლის ბოლოსთვის დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობამ 22,960,000 მიაღწია, ეს კი 25%-ით ზრდა არის წლიურ ჭრილში. ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობა დაახლოებით 6 მილიონია. საგადახდო მიმართულებაშიც მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. გაცემული არის სალომ ქარდების რაოდენობა 900,000-ზე მეტი, ხოლო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პლატფორმის Payme-ის მეშვეობით განხორციელებული გადახდების მოცულობა წლიურად 53%-ით გაიზარდა და $18.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ბანკი ბიზნეს საბანკო მიმართულებითაც ვითარდება. გასული წლის განმავლობაში უზბეკეთის პირველი სრულად ციფრული მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პროდუქტი ამუშავდა, რამაც SME სეგმენტში ბანკის პოზიციების გაძლიერებას ხელი შეუწყო. ფინანსურ შედეგებს რაც შეეხება უზბეკეთის ბაზარზე წმინდა მოგება 31,700,000 ლარია.
კანში უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე MIPIM-ზე ამბასადორი Island Batumi-s პროექტი წარადგინეს. 13 მარტის ჩათვლით ფესტივალების სასახლეში მიმდინარე ღონისძიებაზე კომპანიის გუნდი საერთაშორისო აუდიტორიას, პროექტის კონცეფციას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს. ფესტივალის ფარგლებში იმართება ამბასადორი Island Batumi-s პრეზენტაციაც, სადაც წარმოდგენილი არის ხელოვნური კუნძულის არსი, ღირებულებები, მისი ურბანული კონცეფცია და საინვესტიციო შესაძლებლობები, რომელთაც პროექტი საერთაშორისო ინვესტორებს თავაზობს. ამბასადორი Island Batumi-s გენერალური დირექტორი განცხადებით, მსგავსი მასშტაბის პლატფორმა მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო ბიზნეს წრეებს სათანადოდ წარმოედგინოთ, როგორც თავად პროექტი, ისე მთლიანად ქვეყნის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. მოცემულ შემთხვევაში ჩვენი სტრატეგია იყო შეგვექმნა ამ სხულ მოთამაშეებს შორისაც განსხვავებები. და ჩვენი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვაშენებთ მომავლის კუნძულს და კონცეფციურ უძრავ ქონებას, სადაც უძრავი ქონებაში დაინტერესებულ პირებს აქვს შესაძლებლობა განახორციელონ არა მხოლოდ ინვესტიციები ცალკე უძრავ ქონებაში, არამედ დაიწყონ საქართველოში ბიზნესი იმ მიმართულებით, რომელიც კუნძულზე იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან ბევრი, რათა ფუნქციური ზონების გათვალისწინებით შეგვექმნა მონაცემებზე დაფუძნებული, წარმატებული ბიზნეს სტრატეგიები. შემდეგში მოგვეხდინა ამის განსხეულება როგორც კორპორაციული მიმართულების, დაგვეკავშირებია უძრავ ქონებასთან და ეკონომიკური მოცემულობების გათვალისწინებით შეგვეთავაზებინა როგორც ბიზნეს პაკეტი. ამან ძალიან საინტერესოდ იმუშავა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მზა საინვესტიციო პაკეტები, რომელიც დღეს ძალიან იშვიათი არის მსოფლიოში, სადაც ინვესტორებს ერთ დღეში შეუძლიათ დაიწყონ უმსხვილესი ბიზნესი საქართველოში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ბათუმის კუნძულზე ავაშენეთ ძალიან მოქნილი, თანამედროვე დასავლური სისტემა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ თავიდანვე მოვიწვიეთ გლობალური კომპანიები ჩვენს კუნძულზე, რათა მათ შეექმნათ მომავლის კონცეფცია, ხოლო შემდეგში ისევ ქართულ სპეციალისტებზე დაყრდნობით ჩვენ შევქმნით სამართლებრივი და ეკონომიკური და ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ბაზა, რომელიც იძლევა შესაძლებლობებს სულ რაღაც ერთ დღეში იყოს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. ამბასადორი Island Batumi-s პროექტი ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ითვალისწინებს. პროექტი მდგრადი განვითარების და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების დაცვით ვითარდება და მიზნად ისახავს რეგიონის ურბანული განვითარების ახალი სტანდარტის დადგენას. ამ ეტაპზე პროექტის მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი შესრულებულია, რომლის ფარგლებშიც საპროექტო არეალის 84 ჰექტარი ტერიტორიიდან 48 უკვე ფორმირებულია. ფესტივალის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან დაინტერესებულ პირებს კუნძულზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გაუზიარებენ. ამბასადორი Island Batumi-s პროექტს ამბასადორი ჯგუფის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს, მათ შორის არის ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაში მონაწილეობს, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Uxel Project, ასევე ამერიკული არქიტექტურული კომპანია Shop Architects. დიდი ბრიტანეთის საზღვაო ოპერაციების ცენტრის ინფორმაციით ჰორმუზის სრუტეში იერიში მიიტანეს ორ სატვირთო გემზე. ცნობებით არ არის დასახელებული ვინ ან საიდან ნასროლი ობიექტით დაეცა ხომალდებს და აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ გემებზე იერიშები ირანულმა დრონებმა მიიტანა. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ 10 მარტს ჰორმუზის სრუტესთან ახლოს 16 ირანული დამნაღმავი გემი გაანადგურეს. მანამდე CNN-ს წყაროებმა უთხრეს, რომ ირანის რეჟიმმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო, რომლის გავლითაც მსოფლიოს ნედლი ნავთობის თითქმის მეხუთედის გადაზიდვა ხდება. WTO-s ინფორმაციით ახლო აღმოსავლეთის ტურიზმის ინდუსტრია ყოველდღიურად $600 მილიონ კარგავს. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო სამხედრო კონფლიქტამდე პროგნოზირებდა, რომ წელს ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო ტურისტები დაახლოებით $207 მილიარდ დახარჯავდნენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, Reliance Industries ინვესტიციით ქვეყანაში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა აშენდება. ტეხასის შტატში ბრაუნსვილის საპორტო სივრცეში განთავსებული საწარმო 100%-ით ამერიკულ ფიქლოვან ნავთობს გადაამუშავებს, რაც პრეზიდენტის თქმით გაზრდის ადგილობრივ წარმოებას. შესაბამისად, საშუალებას მისცემს ქვეყანას უფრო მეტ სახელმწიფოს მიაწოდოს ეს პროდუქტი.
ტელეკომუნიკაციების გიგანტმა AT&T-მ ალექსანდრე ბელის მიერ განხორციელებული პირველი სატელეფონო ზარის 150 წლის თავის აღსანიშნავად უპრეცედენტო მასშტაბის გეგმა წარადგინა და კომპანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაში 250 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. თბილისის მერიის ინფორმაციით მეტროსადგურ ვარკეთილში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და სადგური 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურება. თბილისის მერიის ინფორმაციით რეაბილიტაცია სრულად ჯერ დასრულებული არ არის და დარჩენილი სამუშაოები ზაფხულში ამოიწურება. მერიის განმარტებით ქვედა ბაქანზე განხორციელდა რკინა-ბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის დაზიანებული ზედაპირების დამუშავება და სიცარიელეების სპეციალური ხსნარებით შევსება. ჩატარდა ჰერმეტიზაციის სამუშაოები მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციის მიზნით. თბილისის მერიის ინფორმაციით ამ ეტაპზე მზადდება ზედა ვესტიბულის დაზიანებული კონსტრუქციების რეაბილიტაციის პროექტი, რის შემდეგაც შესაბამისი სამუშაოები დაიწყება. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო, 2017 წლის სექტემბერში მაშინ დასრულებულად გამოცხადდა და ამ შემთხვევაში სამუშაოები 350,000 ლარი დაჯდა. თუმცა 2018 წლის 30 იანვარს რეაბილიტირებულ ვარკეთილის მეტროსადგურში შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. ამის შემდეგ მეტროსადგურის რეაბილიტაციის არაერთი მცდელობა იყო. 2023 წლის თებერვლის შემდეგ პროექტზე შპს ბადა კონსტრაქშენი მუშაობს. თბილისის მერიის ინფორმაციით ზახეში თავისუფლების ქუჩის ნომერ 12-ში ახალი სკვერი მოეწყობა. კახაკალაძის განცხადებით პროექტისათვის დაახლოებით 600,000 ლარი დაიხარჯება. მთავრობის ხდომაზე კახაკალაძემ ნაძალადევში დაგეგმილ უსაფრთხოების კედლის მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლოტკინის ხევის ქუჩის 40 ნომერთან მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის დაახლოებით 300,000 ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება ლილოს მუნიციპალურ თავშესაფარს, კალაძის ინფორმაციით ამ დროისთვის 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს აქ, თუმცა 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს ამ სივრცეს. თბილისის მერის ინფორმაციით მოქალაქეს თავშესაფარში თვით დინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა. დღეს მდგომარეობით თავშესაფარში 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, მათგან 45 მდედრობითი წესის არის, თავშესაფრის მობინადრეთაგან ყველაზე ახალგაზრდა 18 წლის მამაკაცია, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 92 წლის ქალი. მუნიციპალურ თავშესაფარში მისი ფუნქციონირებიდან დღემდე სრული დატვირთვით არასდროს უმუშავია და მობინადრეთა მაქსიმალური რაოდენობა ზამთრის პერიოდით ჩათვლით 170 პირი იყო. მოქალაქეს თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა თავშესაფარში. მოსახვედრად დედაქალაქში რეგისტრაცია საჭირო, თუმცა ზამთრის პერიოდში მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე მათ ამის გამო ღამის გათევაზე უარს ჩვენ არ ვეუბნებით. თუ ფერმერებს სურთ, რომ სასურველ დროს სარწყავი წყალი შეუფერხებლად მიიღონ, საქართველოს მელიორაციის სერვის ცენტრებს დროულად უნდა მიმართონ და გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგი შეთანხმება. 2026 წლის თებერვლიდან 2027 წლის იანვრის ჩათვლით საქართველოს მელიორაცია წყლის მიწოდებას შეთანხმებული და დამტკიცებული რეჟიმით განახორციელებს. ამისთვის კი აუცილებელია სარწყავი სეზონის დაწყებამდე წყალსარგებლობის განრიგი შეთანხმება. საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით გასულ კვირაში მთავრობამ საირიგაციო წყლის მიწოდების სუბსიდირების სქემა დაამტკიცა. ახალი ტარიფით ერთი მორწყვის საფასური გაუმრეცხველიანებერი ფერმერებისათვის 116.9 ლარამდე გაძვირდა, მაშინ როცა აქამდე ფერმერებს ამ მომსახურებაში წლიურად 75 ლარის გადახდა უწევდათ. ახალი ტარიფების პირობებში მთავრობა ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენებას ნაწილობრივ დაუსუბსიდირებს. კერძოდ დასუბსიდირდება სეზონზე 3 მორწყვა, პირველი და ყველა დანარჩენი მორწყვის თანხის გადახდა კი თავად ფერმერებს მოუწევთ. ეკონომიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ბათუმის შემოვლითი გზის სარფის მონაკვეთზე რამდენიმე მოქალაქის ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა. საქმე ეხება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი ფოთის სარფის საავტომობილო გზის ბათუმის შემოვლითი გზის სარფის მონაკვეთის მშენებლობის პროექტს. ბრძანების მიხედვით ის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად ჩაითვლება და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს პროექტის არეალში მოქცეულ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება
ხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. შესაბამისად, მოქალაქეებს აღნიშნული ქონება იძულების წესით ჩამოერთმევათ. მოქალაქეებს გადაწყვეტილების გასაჩივრება მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში შეუძლიათ. ეკონომიკის სამინისტრომ სომხეთთან დამაკავშირებელი რუსთავის სადახლოს და რუსთავის წითელი ხიდის მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწების დამატებითი ექსპროპრიაცია გამოაცხადა. ექსპროპრიაციის შესახებ მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნაზეა გამოქვეყნებული და ის ძირითადად მარნეულის მუნიციპალიტეტში მიწების გამოსყიდვას ითვალისწინებს. ანალოგიური ბრძანებები ეკონომიკის სამინისტროს 2025 წლის სექტემბერში და მაისში, ასევე 2024 წელს აქვს გამოცემული და მათი მეშვეობით პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი მიწების სახელმწიფოსთვის იძულების წესით გამოსყიდვა მოხდა. ახალი ბრძანების თანახმად 1737 კვადრატული მეტრის და 1457 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთების იძულებით გამოსყიდვა მოხდება. კანონის მიხედვით ექსპროპრიაციის შემთხვევაში საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელია მხოლოდ სამართლიანი და წინასწარი ანაზღაურების საფუძველზე. თუ მხარეები კომპენსაციის ოდენობაზე ვერ შეთანხმდებიან, დავა სასამართლოში უნდა გადაწყდეს. სომხეთთან და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი ქალაქ რუსთავში დაიწყება და ის წითელი ხიდის და სადახლოს მიმართულებით აშენდება. პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერები უკვე გამოცხადებულია. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამოგელოდებათ, რომელსაც გიორგი თოლედავა და ბექა ბაციკაძე გაუძღვებიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMTV-ის ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით.